ვარ მარიანა ოჩხეკიძე 9 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა და კერამიკასთან მუშაობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. ჩემი მასწავლებლები არიან დარო და დავით ცირაბიძეები. ბავშვობაში მიყვარდა ცეკვა და უფრო შემოყვარეს მასწავლებლებმა. პირველ დღეს რომ მივედი, ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ ვიცნობდი ბავშვებს და მათთან ერთად არ ნერვიულობდი. პირველ დღეს დავიწყე რეპეტიცია, ვაკეთებდი ყველაფერს და დარო მასწავლებელმა შემოფასა კიდეც კარგი გოგო ხარ. ჩემი აზრით დარო მასწავლებელიც კარგი გოგოა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ილეთი არის ეს. ცეკვაში ყველაზე რთული არის გაწელვები და ყველაზე ადვილი არის ტრენაჟის გავლა. მინდა როგორც დარო მასწავლებელი არის ქორეოგრაფი, ისეთი ქორეოგრაფი გამოვიდე მეც. ანუ ჯერჯერობით ეს პროფესია მაქვს შერჩეული. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი, მაგრამ აზრი შემეცვალა. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა რაპუნცელობა, რადგან გრძელი თმა მქონდა. შემდეგ მოდასა ვყევი და თმა შევიჭერი. უკვე მქონდა 4 კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი კონცერტი ბულგარეთში რაჭული რო ვიცეკვეთ. კარგადაც გავერთეთ, კარგადაც ვიცეკვეთ და პირველი ადგილი ავიღეთ. შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს ამერიკაში. თუმცა უკვე დაგეგმილი გვაქვს და მივიდივართ ანტალიაში. ყველაზე მეტად მომწონს მთიულურის ფორმა. სხვადასხვა მაქვს ძალიან კარგი გარეგნობა და ჩაცმაც მიხდება. ზოგჯერ ვიპრანჭევი დედიკოსთან ერთად. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძაღლი. მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. დედის ერთობა იმითაა კარგი, რომ არავინ არ გაწუხებს. და მშვიდად ხარ და დედის ერთობა იმიტომ არ არის კარგი, რომ მოთამაში არ გყავს და მარტო ხარ სულ. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული და სულ მართობს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, საქმიანი და ძალიან თბილი. ზუსტად ისეთ დედიკო და მამიკო მყავს, როგორიც მინდოდა რომ ყოლოდა. ჩემი აზრით მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი, ვიცი სახლის დალაგება და არ მეზარება, მაგრამ არ ვიცი საჭმლის გაკეთება. სამიგრად შემიძლია გემრიელი ყავის მოდუღება. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხაჭაპური. მე ასევე მიყვარს კერამიკასთან მუშაობა. ერთი გაკვეთილი მქონდა უკვე და გავაკეთე ჭიქა, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა პირველ ცდაზე. სტუდიაში ერთხელ დამპატიჟეს, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე რომ ვიარო, რადგან ძალიან მომეწონა. ხატვაც მიყვარს და კერამიკასთან მუშაობა კარგად გამომივა. ხატვა რო დავიწყე, ვიყავი 6 წლის. ყველაზე ხშირად ხატავ ყვავილებს და კიდე სახლებს. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. ჩემი საყვარელი ფერები არის ვარდისფერი და შავი და არ მიყვარს ნაცრისფერი და თეთრი. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 10 კარგი ნახატი. განსაკუთრებით მომწონს ეკლესიის ხატვა, რადგან კარგად გამომდის და შემიძლია. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა როდესაც გავიზრდები, გავეხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 23 წლის ასაკში. მომწონს ჩემი ბავშვობა, მაგრამ მაინტერესებს ჩემი მომავალი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს მეგობრული კლასელები და ასევე მხიარული და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელენე ღორჯომელაძე. ყველაზე ცელქი არის ნიკოლოზ სისკარიძე. ყველაზე ჭკვიანია სალომე ღონტი. ყველაზე მშვიდი არის სალომე, მაგრამ სალომისთან ერთად ვარ მოსამზადებელში. საყვარელი მასწავლებელია თამარა არძენაძე, რადგან მხიარული არის, მშვიდი არის, კარგად გვიხსნის გაკვეთილებს და თუ რამეს ვერ გავიგებთ, ჩვეულებრივად გვიხსნის ყვირილის გარეშე. ახლა მინდა რომ ვიყო 13 წლის, რადგან ვიქნები თინეიჯერი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პეპი გრძელი წინდა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ამერიკის საქსო. აქამდე მქონდა ოცნებად ლეკვი და ეს ოცნება ამიხდინა მამიდა ჩემმა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაკეთებდი ძალიან ბევრ საბავშვო ცენტრს და ძალიან ბევრ სკოლას ცოდნის მიღებისთვის. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიანა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარიანა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიანა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნინი. ჩემ შვილებს დავარქმე ლუკას, მარიამს და ნინის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი დედაჩემთან ერთად. ბედნიერება არის რომ მყავს ლეკვი და რომ მყავს ძალიან კარგი დედიკო და მამიკო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.